ვიწყებთ უახლესი ინფორმაციით რუსთაველის გამზირიდან, სადაც როგორც ცნობილი არის, დღეს სალომე ზურაბიშვილი უნდა მივიდეს საპროტესტო აქციაზე და უნდა მიმართოს აქციის მონაწილეებს და სწორედ ამისთვის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისთვის ადგილზე უნდა დამონტაჟებული იყოს სპეციალური სცენა, თუმცა რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოლიგარქის პოლიციამ სცენა და სასცენო ინვენტარი გაიტაცა. ჩვენი ჟურნალისტი ნანუკა მაღლაკელიძე არკვევს დეტალებს, სად გადაიყვანეს ავტომანქანა, რაშიც მოთავსებული იყო სასცენო დეკორაციები და რა ხდება ამ წუთებში ადგილზე. ბოლო ინფორმაციას სწორედ ნანუკა მაღლაკელიძე გვეტყვის. კი, ნათია, როგორც შენ თქვი, შეიძლება თავისუფლად და თამამად ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის სცენა, რომლიდანაც უნდა მიემართა საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს ქართველი ხალხისთვის და მადლობა გადაეხადა და დაუღალავი ბრძოლისთვის გაიტაცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მიზეზი შეიძლება მარტივად აიხსნას ის, რომ არ სურთ, რომ პრეზიდენტმა ქართულ ხალხს მიმართოს. უფრო ეს ყველაფერი ფორს-მაჟორულ სიტუაციაში მოხდა. ჩვენთვის ცნობილი ხდება, კომპანიის წარმომადგენლები იყოფებოდნენ, რომელსაც ჩვენ გავესაუბრეთ და მათგან გავიგეთ ინფორმაცია, რომ ის მძღოლი, რომელსაც გადმოჰქონდა ეს სცენა, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუგებარი მიზეზით გააჩერეს, მას ასევე მობილური ტელეფონი წაართვეს და მთლიანად გაჩხრიკეს ის მანქანა, ჩაატარეს ჩხრეკის ეგრეთ წოდებული ოპერაცია, რომლითაც მოჰქონდათ ეს სცენა. უფრო მეტი დეტალი იციან აქ მყოფმა ადამიანებმა, სწორედ მათთან ერთად დავიწყებ საუბარს. ნიკუშა, გითხარი, რა მოხდა, რა არის ამ დროისთვის? პირველად უნდა დავიწყოთ იმით, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ სრულად გასულები არიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მიუხედავად იმისა, რომ არავინ არ აღიარებს მათ ლეგიტიმაციას და ზოგადად ეს ქვეყანა ქართული ოცნების ხელისუფლების ეგრეთ წოდებული ხელისუფლების პირობებში დაცლილია სამართლისგან და სამართლიანობისგან, მაინც ჩვენ დავიცავით ყველა ფორმალური ჩანაწერი, რომელიც კანონში არსებობს, მივმართეთ მათ შორის თბილისის მერიას იმასთან დაკავშირებით, რომ მან გაიმართებოდა საპროტესტო აქცია, როგორც ყოველთვის და უკვე 23 დღეა, უბრალოდ საჭირო იყო საქართველოს პრეზიდენტის მიმართვის გამო ტექნიკური მოწყობილობები იმისთვის, რომ ეს მიმართვა ყველა აქციაზე მოსულ ყველა ადამიანს გაგავთ. თქვენ იცით, რომ 100,000-ობით ადამიანი იკრიბება ყოველდღე, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი უკვე შეთანხმებული იყო, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მოიქცნენ ზუსტად ისე, როგორც იქცევიან აქციების დარბევების დროს, ანუ როდესაც ადამიანებს პარავენ ტელეფონებს, ბოტასებს, პირად ნივთებს, ზუსტად ესე გააჩერეს მძღოლი ტექნიკური აღჭურვილობის, რომელიც აქ უნდა მოეტანათ გმირთა მოედნის ტერიტორიაზე, საერთოდ არაფერი არ განუმარტეს, ტელეფონი წაართვეს, გადაიყვანეს საჯარიმოზე, რაც რამდენიმე საათის შემდეგ გავიგეთ, ანუ ადამიანი მოიტაცეს თლიანად მის აპარატურასთან ერთად. შესაბამისად, ეს აპარატურა არის საჯარიმოზე, მძღოლი რამდენიმე წუთის წინ გამოუშვეს, იმიტომ რომ უბრალოდ ფორმალური საფუძვლებიც არ არსებობდა მისი დატოვების, ტელეფონი წაართვეს და ხო ესე მოიქცნენ. ეს ყველაფერი უბრალოდ არის მიმართული იმისკენ, პირველი აქ არ გაჟღერდეს ერთადერთი ინსტიტუციის, რომელიც დღეს დარჩენილია კონსტიტუციის ფარგლებში და იცავს საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლს, რაც გულისხმობს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ყველაფრის გაკეთებას. მეორე, აქ არ გაჟღერდეს თავისუფალი მოქალაქეების ხმა საქართველოს პრეზიდენტის სახით, რომელიც დარჩა ერთადერთი ლეგიტიმური ხმა დასავლეთში სახელმწიფო შტოებიდან და მესამე იმისთვის, რომ უბრალოდ გაგვეწვალონ და დავგვალონ. თუმცა ახლა რაც არის მნიშვნელოვანი, ყველა ეტაპობრივად უნდა შევიკრიბოთ, იმიტომ რომ ეს აქცია მაინც გაიმართება ერთი, მაინც იქნება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართვა და ამის უზრუნველყოფას უკვე ვაკეთებ და აქ სცენა და აპარატურა მაინც დაიდგმება და მესამე და მნიშვნელოვანი ქართული ოცნება მაინც წავა დათმობებზე და მაინც წავა ხელისუფლებიდან და მაინც მოუწევთ ახალი არჩევნების დანიშნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს მსგავსი რაღაც, როგორ გითხრათ, რუსული და დაბალი დონის მეთოდები იმასთან დაკავშირებით, რომ გაგვაწვალონ, რაღაც შეფერხებები შეგვიქმნა, ხო? როდის უმუშავია ამ მოედანზე, ამ ქუჩაზე, თბილისის დედაქალაქის მთავარ გამზირზე, იმდენი აქცია დაგვიორგანიზებია და გავუკეთებია, მიუხედავად მსგავსი და კიდევ უფრო უარესი შეზღუდვებისა, რომელს რა შედეგი გამოუღია და ახლა კიდევ უფრო სხვა ეტაპია და მართლა ახალი ერაა საზოგადოების ცხოვრებაში. ამიტომ გელოდებით აქ ვართ პირველი სკოლის წინ და ამ სცენას ერთად დავდგავთ და ერთად დავხვდებით საქართველოს პრეზიდენტს. ნიკა ფარლავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ახალი ხელწერაა ნამდვილად შეიძლება ითქვას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სცენის გატაცება და თუნდაც იმ მძღოლის წაყვანა და გატაცება, რომელიც ამ მანქანას მართავდა. კიდევ მაია პატარაიას გავესაუბრები, მან იცის დეტალები. ბაია, ჯერ უნდა გკითხო, თუ გქონდათ მიმართული სცენის დადგმასთან დაკავშირებით ინფორმირებული თუ იყო თბილისის მერია? შეტყობინება გავაგზავნეთ, იცით რომ გუშინ პრეზიდენტმა მხოლოდ გუშინ ბრიფინგზე დააანონსა, რომ აპირებდა ხალხისთვის მიმართვას და
სტადია გვიან უკვე ვიფიქრეთ რომ იმისთვის რომ ხალხმა ელემენტარულად გაიგონოს რას ლაპარაკობს პრეზიდენტი ტელევიზიები კი გაიგონებენ მაგრამ გვინდოდა რომ მომიტინგეებსაც გაიგოთ ვიფიქრეთ რომ პატარა სცენა და ხმის გამაძლიერებელი ამ ყველაფერს შეუწყობდა ხელს ვაცნობეთ მერიას მაგრამ მოგეხსენებათ რომ შაბათ-კვირაა შემდეგ უკვე როდესაც აქ მოვიდნენ ადამიანები იყო გარკვეული შეფერხებები მე დამირეკეს მეც მოვედი როდესაც გითხრას რომ სცენას არ გვადგმევინებენ და ასე შემდეგ მქონდა მოლაპარაკებები პატრულთან და პოლიციასთან რომელიც თითქოს წარმატებით დასრულდა და როდესაც დავრეკეთ რომ მოვიდეს ახლა მანქანა ჩამოდგეს რომ დავიწყოთ კონსტრუქციის აწყობა ვეღარ დავუკავშირდი ანუ დავუკავშირდი ძღოლს და ვიცით რომ გამოვიდა ძღოლი იყო გმირთა მოედანზე ვიცით რომ რაღაც შეფერხება და საცობი იყო და მე უკვე გაქრა ამ ადამიანს ვეღარ უკავშირდებოდით 9 საათის განმავლობაში 40 წუთის განმავლობაში უკვე ვიეჭვეთ რომ ის დააკავეს და შემდეგ უკვე თვითონვე ამ ადამიანმა დარეკა და მოგვიყვა როგორ გააჩერა საპატრულო პოლიციამ ის როგორ დაათვალიერეს მისი მანქანა და როგორ გადაიყვანეს საჯარიმოზე და დროებით ჩამოართვეს ტელეფონი მძღოლს რომ ჩვენთვის დროულად არ მოეწოდებინა ინფორმაცია დრო იმისთვის არის მნიშვნელოვანი რომ ნებისმიერი კონსტრუქციის აგება სჭირდება საათები ეს კონსტრუქციაც სჭირდება იმიტომ რომ მომიტინგეებმა კარგად გაიგონდა ტელევიზორიდან და ლაივში კი არ უყურონ პრეზიდენტს ამით მოისმინონ რა აქვს მას სათქმელი ჩვენ მაინც შევეცდებით აქ სცენა თუ არ იქნება გახმოვანების მოტანას მაინც შევეცდებით 9 საათამდე მაგრამ კიდევ რო დააპატიმრონ სხვა მანქანები მაინც პრეზიდენტს ვერ შეუშლიან ხელს ის გამოვა და მიმართავს ქართულ ხალხს 9 საათზე. ბაია, ბუნებრივია მაყურებელს აუცილებლად ექნება კითხვები დეტალებთან დაკავშირებით, აი ჭხრეკის საფუძველი თუ არსებობდა, რა მუხლით, რა სამართალდარღვევა განუმარტეს, რომ ის იყო რა ტიპის სამართალდარღვევაზე მიუთითებდნენ და ტელეფონიდან ნივთი რომ ეს ჩამოართვეს, ხო პირადი ნივთი თუ დაუბრუნეს თუ რა განმარტებები გაუკეთეს. ნუ რა თქმა უნდა, ეხა ეს არის მთლიანად კანონიერის ჩარჩოდან გასული პროცესი, მათ იცოდნენ რა რომ უკვე მოდიოდა ამ ტერიტორიაზე მანქანა, დაიწყეს როგორც ჩანს დიდი მანქანების შემოწმება, იმიტომ რომ გააჩერეს და გაახსნევინეს დიდი მანქანა, კითხეს და მძღოლმა უთხრა რომ ეს იყო სცენა და სხვა კონსტრუქციები და რომელიც მოჰქონდა რუსთაველზე, იმისთვის რომ რუსთაველზე დაედგა და ეს იყო საკმარისი საფუძველი იმისთვის რომ საჯარიმოზე გადაიყვანათ და იქვე ხელიდან გამოართვეს ტელეფონი მძღოლს და სანამ საჯარიმოზე არ გადავიდა და არ დაპატიმრდა ეს მანქანა იქამდე მძღოლს ტელეფონით არ დაუბრუნეს რომ ჩვენთვის დროულად მაინც შეეტყობინებინა რომ ეს პრობლემა ჰქონდა. მძღოლი თავისუფალია ამ დროისთვის, ხო? კი, მძღოლი ამ დროისთვის თავისუფალია. დიდი თქვენ დეტალებში უსმენთ თუ როგორ მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო და როგორ მოქმედებს დღეს. საინტერესოა რა განმარტებებს გააკეთებს გომელაურის უტყობა იმასთან დაკავშირებით თუ რატომ გაიტაცეს ის ავტომობილი რომელსაც გადმოჰქონდა სცენა სწორედ ამ ტერიტორიაზე პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ ვიმყოფებით აქ უნდა დადგმულიყო ის სცენა და მიემართა აქედან საქართველოს პრეზიდენტს ხალხისთვის გიგა ლემონჯავა იმყოფება აქ გიგა გითხარი აი რა დეტალებია ცნობილი თუ განუმარტეს მძღოლს რა სამართალდარღვევა იყო და რის გამო აი რა სამართალდარღვევა შეიძლება ყოფილიყო ადამიანი მოდიოდა მოქონდა სცენა მოქონდა კონსტრუქცია გახმოვანებისთვის და გმირთა მოედანზე თავს დაესხნენ გაიტაცეს ჯერ ტელეფონი წაართვეს მძღოლს შემდეგ გაჩხრიკეს მანქანა და მანქანას და მძღოლიც გადაიყვანეს 112 საჯარიმო სადგომზე. ჭრეკასთან დაკავშირებით ორდერი ან რაიმე არა ბუნებრივია არაფერი ეს სამართლის ეს სტანდარტი დიდი ხანია გადალახული აქ უკვე ეგრეთ წოდებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს საათების განმავლობაში ითანხმებდნენ სცენის დადგმის ლოკაციას და ეს დრო გამოიყენეს იმისთვის რომ მძღოლი და ავტომობილი რომელსაც შესაბამისი ტექნიკა მოქონდა გაეტაცებინათ გზიდან მაგრამ ამის მიუხედავად დღეს რუსთაველზე იქნება ძალიან ბევრი ხალხი დღეს შედგება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართვა ქართველი ხალხისადმი ყველას მინდა უთხრა რომ ვინც ამ დღეების განმავლობაში ვაპროტესტებთ ამ რუსულ რეჟიმს ვითხოვთ ახალ არჩევნებს ვითხოვთ პოლიტპატიმრების გამოშვებას ამ დაბიო პროვოკაციას ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ჩვენ უნდა დაუპირისპიროთ სიმრავლე ჩვენ უნდა დაუპირისპიროთ ერთიანობა ამიტომ მიუხედავად იმისა რომ 9-ზეა პრეზიდენტის გამოსვლა ყველას მოუწოდებ რომ მოვიდეთ ეხლავე რუსთაველის გამზირზე ვაჩვენოთ რომ ესეთი პროვოკაციებით არათუ ხელს ვერ
შეგვიშლიან, არამედ გაგვიზრდიან მოტივაციას, დღეს იქნება გაცილებით მეტი ხალხი, ვიდრე იმ შემთხვევაში თუ უბრალოდ აი რაღაცა პროვოკაციების გარეშე შეიძლებოდა პრეზიდენტს მიემართა ქართული საზოგადოებისთვის. ეს მიმართვა შედგება, აქ იქნება ძალიან ბევრი ხალხი, ეს მდაბიო პროვოკაციები მეტყველებს ამ ეგრეთ წოდებულ შინაგან საქმეთა სამინისტროზე, რომლებიც გადაიქცნენ ჩვეულებრივ ბანდიტებად, რომლებიც ადამიანებს პარავენ მობილურ ტელეფონებს და ალომბარდებენ, მე ამ მობილურ ტელეფონებს და ყიდიან, ჩვეულებრივ ბანდიტებად ჩამოყალიბდნენ. დღესაც ჩაიდინეს რაღაცა ბანდიტური აქტი, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად დღეს ყველაფერი იქნება ისე, როგორც საჭიროა. გიგა ლემონჯავას უსმენდით, მე მაყურებას კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ ის მანქანა, რომელსაც მოჰქონდა სცენა და კონსტრუქცია, რომელიც უნდა დადგმულიყო აი აქ, სწორედ იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს მიემართა ხალხისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეგრეთ წოდებულმა ვახტანგ გომელაურის უწყებამ გაიტაცა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც უნდა იცოდეს ქართულმა ოცნებამაც და ყველა მისმა უწყებამ, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტი აუცილებლად მიმართავს ქართულ ხალხს და მადლობას გადაუხდის მათ ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაწეული ღვაწლისთვის.